ის მანქანა აპაზიში დაგათვალიერებინოთ როგორი ბრუჩტელი აქვს გამონაბოლქვის მილი ამორტიზატორი ეს მანქანა ყავს საინტერესო და მე ხარ იქ უნდა ჩაგახედოთ ეს როგორი საყვირია ანუ სიგნალი ადრე აი როგორ ქონდა უნდა დაგათვალიერებინოთ ამის სპიდომეტრი და ეს ძალიან საინტერესო პატარა საყვალობა მანქანა ნენელა თავს იყრიან მანქანები ეს პატარა პრიცეპი ეს არის ციტროენი, ძველი ციტროენი და კაი წავიდეთ ახლა ეს არის საბი ეს არის ფორდი არის ფორდი განახოთ გოლფ 2 ლეგენდარული გოლფ 2 როგორ აყავთ მორთული აქვე არის რენაულტის ძველი მოდელი ისევ ძველი მოდელი და მე ამას განახებთ აი გამონაბოლქვის მილი როგორ აქვს გვერდზე და ეს არის Renault 4 GTI ეს არის Mustang-ი როგორც ხედავთ Mustang-ი ლეგენდარული Mustang-ი, ძველი Mustang-ი. ეს ნახე კაპოტი როგორი აქვს. მეტა ხელთათმანები წამომიღო, ისე ყინავს, სახლში დამჭერა, ავტობუსი მასწრებდა და ვეღარ აბრუნდი უკან. ეს როგორი ცხვირი აქვს. ეს არის Opel-ი. ესეთი მაშინები ყოლია. ეს არის Ford-ი, ძველი Ford-ი. მოდი ამ ძველ Ford-საც დაგათვალიერებინებთ. როგორი ტყავის სალონი აქვს შენ წამოვე, რაციაც უყურეში მით. ამჩი გამოჩდება თუ არა? რაცია. და ეს არის Ford-ი. ესეთი ესკორტი, Ford-ი ესკორტი. ეს არის თვანი 6. მოდი ეს ნახოთ ეს მანქანა. ეს როგორი ცალკე აქედან გამოჩნდება რული. საჭე, როგორც იტყვიან. Citroen-ი მეგობრებო, ეს არის Citroen-ი. ესეთი სილამაზე გვაქვს და ბაფთის ქვეშ რა ლოგო იმალება. ანუ ეს არის Citroen-ი, ესეც არის უყურეთ. Citroen-ის ლოგო აქვს. და ამ Citroen-საც დაგათვალიერებინებთ. ეს
ლოაზივით ეწევა ეს ფანჯარა, უბრალოდ ეკეცება რა. 120 აქვს სპიდომეტრი, არ ვიცი როგორ გამოჩნდება. როგორ გადავიღო რომ გამოჩნდეს. désolé madame. ეს არის Citroën-ი. და ეს არის აი უყურე კრუცით ელები, ანუ გამონაბოლქვის მილები როგორ აქვს. ეს ლეგენდარული მანქანა. მოდი კარები ღია აქ და შევიჭიდები. 160 აქვს სპიდომეტრი. აი ეს როგორი ძველი მაგნიტოფონი. აი ეს პედლები როგორ აქვს. ვიცი ეს როგორ ჩანს. désolé. voilà. ესეც მწვანე ფერის ესენი ერთი მარკის მანქანებია როგორც ხვდები მწკრივზე ეს რა აქვს ლოგოს ანუ Citroën-ებია ესენი ძველი Citroën-ები ჩემო კარგებო და აი ხა ბაგაჟნიკი აქვს ახტილი ერთს და ჩავიხედები ამ ძველი Citroën-ის საბარგულში ქართულად რომ თქვათ აი ესეთი კინის შიტოკი აქვს რა ქართულად ყველაფერი არ გავიხსენო ყველა დეტალის სახელი მაგრამ ну а ესე უყურე სპეციალ ეს 6 და Citroën-ი ძალიან საინტერესოა ჩემთვის ახლა ამას განსხვავებული სპიდომეტრი აქვს Citroën-ი აქეთ დგას მე ხა მიჯდება ეს რატომღაც ეს აპარატი მაქვს სხვა ელემენტები ორი ელემენტი კიდე მაქვს და აუცილებლად შევცვლი Renault-ი ეს არის ეს როგორ უნდა Renault ეს ჩვენი აფუები აუ რა გუნკერდი აქვს მოდი payant la photo პეიო ფოტოსთვის გადაიხადეოთ რა მითხრა სივიკები და მე გადავალ იქით ხა კიდევ ეს არის Peugeot ძველი Peugeot-ა Peugeot-ის ლოგო ისიც პატარა ცუგალაო შენს გამოფენაზე მოხედი კაცო გაინტერესებს მანქანები ეს არის 1 და 4 Peugeot და მე გადავალ ახლა იქით და ჯერ მანქანები მოსასვლელია და რომ მოვა მანქანები მე გადავიღებ ყველაფერს აუცილებლად ეს Citroën-ი და ეს Citroën-ები უკვე ვნახეთ და ეს არის თორჩდები ეს უნდა იყოს ესეც უნდა იყოს Honda და ძალიან საინტერესოა ეს ფარები როგორ აქვს ეს Civic-ია ძველი მოდელი ტყავის სალონით აუ შენ გენაცვალე ორკარიანი
არა, Volvo ყოფილა თო. ეს ყოფილა Volvo. არა და Citroen-ის კუზაოს მივამგვანე, turbo. ეს რა არის, არ გამაგიჟე 4 და 8 ხო არ არის კაც. ისე ხო არა აქვს მიკრული. ხო და ასევე არის აქ ეს ფურგონი, არ ვიცი ეს რა არის. დავათვალიეროთ ეს რა არის. ადროს ვერ მოუსწარი, კაპოტი ქონდა ახდილი. ეს არის Renault-ი. აი აგერ Renault-ი არის. Non, c'est bon, il en a. Ouais. Renault-ი არის. Un blanc. ეს არის Peugeot ისევე. და ძალიან საინტერესო მოდელია, ამას 180 სპიდომეტრი. და ეს კიდევ ესეთი ლამაზი. არ ვიცი, გადავალ ახლა ამას ცოტა უკნიდან გადავიღე. და როგორი დისკები აქვს. აქ მოვა ბევრი საინტერესო მანქანა, მე გული მიგზნობს. და ამის ეს არის საინტერესოა. ესეთი Renault-ი შემოვიდა ახლა, რომელიც არის ფურგონი. პატარა კადრებს გადავიღებ და ეს ჩვენი ლამაზი ცუგა. და ეს არის Renault-ი და პატარა ვიდეოებს გადავიღებ. აუ, რა მანქანა გაიჩიტა. რა მანქანა გაიჩიტა, მეგობრებო. საუცილებლად უნდა გადავიღოთ. აუ. ადით რა ახალი მანქანები არ გვაინტერესებს. ნახეთ რა მანქანა არის, მეგობრებო. Citroen-ი, ნახე რამხელა ლოგო აქვს წინ Citroen-ის. აი უკან როგორი სიდენია და როგორი ზაფასკა. ანუ სათადარიგო საბურავი უყენია. შემოვიდა კიდევ აი ეს შესანიშნავი. ხო, როგორი ხმა აქვს. გამონაბოლქვის მილები აი სად უყენია. დაბლა. ესეთი მანქანები, ეს არის Renault-ი ისევ. სალი. ეს კიდევ შემოვიდა. Citroen-ი ესეც, მეგობრებო. ჯერჯერობით ამაზე ძვირფასი მანქანა აქ არ შემოსულა, რასაც მე უყურებ, ეს არის Citroen-ი. დააკვირდით. და ზუსტად ესეთია დალმატინელების მუცფილმში რო არის ბოროტ ჯადოქარს რომ ხავს ხომ გესმით. შედარება. ანუ წარმოიდგინე პანჯარა ჩაწეული აქ ჩემს სასიკეთოდ და როგორი ტყავის მწვანე სალონი და როგორი უკან დასაჯდომი საბარგული და სათადარიგო საბურავის დასაყენებელი. შევეცდები რომ ცოტა შორიდან, მაგრამ ეს ხალხი ისე ირევა. ისე ირევა რომ დეზოლე, ისე მე ცოტა უკან მაინტერესებს ამის დაქოქვის პროცესი. ეს როგორი საჰაეროები აქვს
რა ჩუმად მუშაობს, დაკოქილი ყოფილა და ვერ წარმოვიდგინე თუ დაკოქილი იყო და ახლა თუ მივასწრებ იმას, აი შემოდის ძალიან მაგარი მანქანა, ეს არის Volkswagen-ის მანქანა. ხო და წავალ ახლა და იმას გადავიღებ. ეს არის Volkswagen-ი. სამგზავრო მინივენი, ძველი და ძალიან საინტერესოა კიდევ აი ამის როგორ არის მორთული. ეს ბუშტებს უშვებენ სილამაზისთვის. ხო. და აი უნდა დაგათვალიერებინოთ ჭერზეც როგორი აი ესეთი. ხო, აი აქედან უშვებს გოლებს. გოლებს. მოწყობილი აქ. აი ეს თახთახებს გემრიელად. მადის აღძვრელად თახთახებს. Volkswagen-ი. ეს არის ძველ ნომრებზე ისევ მეგობრებო, რაც ქარხნულად გქონდა ადრე. აი ესეთი ზემოთა საბარგულზე ასასვლელი კიბე. და შეიძლება ჩავიჭრითო. Bonjour. C'est joli, hein? Quel âge? 69 il est. 69? Oh non, antiquaire, hein? C'est très beau, hein? ეს საბუქსი რო ანუ მთელი აქ მე ვფიქრობ რომ კიდევ შემოვა საინტერესო მანქანები და მაინც ეს მანქანა არის ძალიან საინტერესო. ნახეთ დალმატინელის მულტფილმში ბორო ჯადოქარცო ზუსტად ისეთია. რა საინტერესო. მაგრამ უფრო საინტერესო იქნება სამხედრო მანქანების აღლუმი, რომელიც იმართება ძველი სამხედრო მანქანების ნაიომნიკი მანქანების და იმას მე მომავალში აუცილებლად შემოგთავაზე. იქ რადგან ხალხმრავლობა არის, მე გადმოვინაცვლე ამ ადგილზე, ეს ზებრა პარკინგი ნიშნავს, რომ გაჩერება აკრძალულია და აქ ვიპოვე ჩემი ადგილი. აი შლაგბაუმიდან შემოდიან, შემოსასვლელი ეს არის. მე იმეც ვიტოვებ, რომ უფრო საინტერესო მანქანების ნახვა მოგვიწევს და ველოდები. ჩავთვალე, რომ ეს მანქანაც უნდა ნახოთ, ეს არ არის ძველი მოდელი და გამოფენაზე არ არის, მაგრამ ეს შემოვიდა ისე პარკინგზე გასაჩერებლად, მაგრამ არის ძალიან ლამაზი. მერსედესების მოყვარულები წამოდი, შეკაცო, წამოდი კაცო. და მერსედესების მოყვარულებისთვის ახლა არჩევს ადგილს, სად გააჩეროს და არ მოდის. მოდი რა. მოდი წამოდი, ახლა ეს მანქანა თუ გადამეფარა დავიშოკები, წადი რა. ახლა გამოივლის ეს მანქანა. ხო. კარგი იყო. ჩემო მეგობრებო, შემოვიდა კიდევ ერთი მშვენიერი მანქანა, რამსიგანია რა არის ეს? კადილაკია, დავიჯერო ეს კადილაკია, ნახე რა მხელა არის. ნახე ამის საბურავები და ეს ლამაზი მანქანას დაგათვალიერებინოთ. მაგარი იყო. მოდი მე ცოტას გავეკიდები ამას სად მიდის. გავეკიდები, საინტერესო მანქანა არის ძალიან, როგორ არის მორთული. désolé. და ჩავიჭიდები. რამსიგანია.
Attends, monsieur, je vais prendre une photo. Faudrait vous pousser, messieurs, dames, s'il vous plaît. Oui. Voilà, Captain. On a réussi. Oh, la disquebi ak. Mais oui, j'ai vu la Am სიგანე კვაკრეშკები აქ რა არის. Là, tu m'expliques après. ესეთი. Ah, joli, hein, purée. Joli, très joli, hein. C'est joli. Citroën, c'est. შემოვიდა ესეთი. ეს Fiat-ი არის. ეს Fiat-ია. ნომერს მიანიჭებენ და შემოვა რა. Mais là, j'aurais pas le temps de vous le donner, monsieur. ნომერს მიანიჭებენ და შემოვა. შემოვიდა კიდევ ერთი მაგარი მანქანა. Ford-ია ეს. Ford-ია. Ford-ია მეგობრებო. ესეც საინტერესო ვერსიაა. მოვიდა კიდევ მანქანები. ეს მანქანები უკვე ჩვენ ნახეთ, მაგრამ სილამაზისთვის, ანუ როგორ არის მორთული ეს მანქანა, ცოტა ახლოს მივალ. საახალწლო ფერებშია მორთული და ძალიან ლამაზია, მინდა გითხრათ. და ესეც Volvo, მე რომელიც Honda Civic-ი მეგონა რატომღაც, ესეც არის Volvo. აი ესეთი ამოსული ფარებით, ძრავი სახურავზე. ცოტა კამერა რაღაც. მოდი გადავიღოთ ესეც. როგორ გულის ამაჩუყებლა თახთახებს. C'est joli, hein? ეს არის ძველი მანქანა. ჩადე ახლოდან გადავიღო.